გამარჯობათ. ბევრი შეკითხვა შემოვიდა იმის შესახებ, თუ როგორ უგრძნობს თავს პატარა ზღარბუნა, რომელიც შევიფარე. როგორც ხედავთ, ის უკვე მენდობა, აღარი გორგლება, არ იმალება. კარგად ჭამს სვამს, თუმცა სიმართლე გითხრათ, დიდად ხელიდან ჭამას ჯერჯერობით ვერ შევაჩვიე, მაგრამ საკმაოდ აქტიურია, ეხლა რომ არ გადმოხდეს აქედან, ისევ ჩამოვსვამ. წონაში მნიშვნელოვნად მოიმატა, რომ მომიყვანეს სადღაც 2 კვირა და 4 დღეა გასული მის მერე. იყო 185 გრამი, ეხლა 322 გრამია, ძალიან კარგად მოიმატა წონაში. ჭამს კატის საჭმელს ვაჭმევ კონკრეტულად კნუტების საჭმელს, შეგიძლიათ შეხედოთ ეს ცხვრის არომატიანი კნუტების საჭმელი გახლავთ. თუ მოხდა ისე რომ თქვენს შემოგეჩვიათ ან იპოვეთ პატარა ზღარბი, რომლის წონაც 9 კილოგრამზე ნაკლებია, ის იცოდეთ რომ ზამთარს ვერ გადაიტანს ვერავითარ შემთხვევაში, 9 კილო ეს არის მინიმალური წონა, რომელიც უნდა გქონდეს ზღარბს, რომ ზამთრის ძილს გაუძლოს. ახლა მე ვეცდები აბა ისევ შევაჭამო, მაგრამ დაუყრი და ვნახოთ რას იზამს. მაგრამ ჯერჯერობით ჩემ წინ არ ჭამს ხოლმე, ჯერჯერობით ამდენს ვერ მივაღწია, ასეთი ნდობა ვერ დამსახურე, თუმცა აღარი გორგლება, ესეც ფაქტია. ეხლა ასეთი რამ, როგორ უნდა შევარჩიოთ საჭმელი, თუ ზღარბი ყავს სახლში. მე ვაპირებ, რომ გამოვაზამთრებინო, წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც გითხარით, ის ზამთარს ვერ გადაიტანს, იმიტომ რომ ზამთრის ძილს საკმაოდ ბევრი ენერგია ჭირდება. ხო და ამიტომ მას რაღაც გარკვეული წონა უნდა გააჩნდეს. ეხლა ასეთი რამ, კატის საჭმელი აუცილებლად უნდა იყოს 30-დან 35%-მდე ცილას უნდა შეიცავდეს. კატის საჭმელების უმეტესობა სწორედ ასეთია. ძაღლის საჭმელი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან მასში არის მცენარეული ინგრედიენტები და კატის საჭმელში მცენარეული ინგრედიენტები არ არის. ეხლა თუ 35%-ზე მეტი იქნა ცილა, ამას არ აუშავს. ამაში ცუდი არაფერი არ არის, ამ საჭმელში ახლა რასაც მე მას ვაძლევ 38% ცილაა. მაგრამ ის საკვები არ უნდა შეიცავდეს 15%-ზე მეტ ცხიმს. სიმართლე გითხრათ, მე ვერ ვიშოვე ასეთი. და ვაჭმევ ყველაზე ნაკლებ ცხიმიანს, რაც ვიშოვე, ეს არის 18%-იანი გამო გადაძრომას ნუცდილობ. 18%-იან ცხიმს, ეს სიმართლე გითხრათ, დიდად არ მომწონს, მაგრამ რა ვქნა, ახლა მეტი საშველი არ არის, ამ წუთში ვერ ვიშოვე უკეთესი. ყოველ შემთხვევაში, ცოტას გაასუქებს ზედმეტად ვიდრე საჭიროა. მაგრამ იმის გამო, რომ მე არ ვაპირებ, რომ ის გაზაფხულამდე ბუნებაში გაუშვა და დავაძინო ზამთარში, ამიტომ იყოს და მიერთვას. მერე გაზაფხულზე უკვე ბუნებაში გაუშვებ და იქ თვითონ მოიპოვებს თავის საკვებს. ეხლა ამ წუთში ვერ გაკაჭავს, თან უკვე საკვებიც აღარაფერი არ არის, მწერები არ არის. ძალიან მცდარია შეხედულება, ვინც ფიქრობს, რომ ზღარბი ხილით იკვებება, არავითარი ხილი, არავითარი ტკბილეული. არ შეიძლება მისთვის რძის პროდუქტები, იმიტომ რომ ლაქტოზას ის ვერ მოინელებს. კვერცხის ცილა შეგიძლიათ მისცეთ, კი ბატონო, კვერცხის ცილას მიერთმევს სიამოვნებით და გარდა ამისა, თუ გაქვთ საშუალება, რომ მწერებით ყვებოთ ან ჭიაყელებით, ეს მისი საყვარელი საჭმელია. ჩემ ეზოში ჭიაყელა საკმაოდ ბევრია, ასე ვთქვათ, და ჭიაყელებს მივართმევ ხოლმე ხანდახან, როცა მცალია, მაგრამ ყოველდღე რო ჭიაყელებს ვაჭმევ და ესეც არ არის, ყოველდღე ის ჭამს დაახლოებით 10 გრამ კატის საჭმელს, ეს მისთვის სრულიად საკმარისი გახლავთ. ასე რომ ზღარების კვება თანამედროვე
ზოომაღაზიების არსებობის პირობებში საკმაოდ ადვილია ვიმეორებ კატის საჭმელი მისთვის არის სრულფასოვანი და სხვა არც არაფერს ვაძლევ პრაქტიკულად ხანდახან ჭიაყელებს თუ არ ჩავთვლით კატის საკვების გარდა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ როგორი უნდა იყოს კატის საკვები 30-დან 35%-მდე ცილა ნაკლები არ შეიძლება მეტს არ აუშავს არაფერი არ შავდება აი ცხიმი ეცადეთ რომ 15%-ზე მეტი არ იყოს ნუ 18% ეს მაქსიმუმ მაგრამ ეცადეთ მაინც ვიმეორებ 15%-ზე მეტი ცხიმი არ იყოს იმ საკვებში რომელიც ზღარბს ექნება ასე რომ ზღარბუნა ადრე სულ რომ დაგორგლილი იყო და არ იხსნებოდა ჩემ წინ ახლა იხსნება რატომაც არა თუმცა ვიმეორებ ჯერჯერობით ხელიდან ჭამას და ან ჩემ წინაშე რომ ჩემი დაყრილი შეჭამოს ნუ ამას ჯერჯერობით ვერ მივაჩვიე აი კიდევ ერთხელ დავუყრი და მას ეხლაში იმიტომ რომ ეხლა მოსაღამოვდა დღის განმავლობაში სულ ძინავს შემძვრალია თივაში გალიაში თივა მაქვს ჩაყრილი და იქ ძინავს ღამე გამოდის და მიირთმევს რაც საჭმელი მაქვს დატოვებული მაგრამ ეხლა ესე ჩემ წინ გამორიცხულია რომ შეჭამოს ჯერ ასეთი ნდობა არ მაქვს მოპოვებული იმედია მოვიპოვებ დღეისათვის სულ ეს იყო ნახვამდის კარგად გრძანდებოდეთ